დინამო დიდი ფეხბურთის მოლოდინშია, ჩვენ კი შევდივართ საცხობში, რომელიც ცნობილია როგორც დინამოს ჩებურეკი. მე გამითავდა ხელთათმანი და სამწუხაროდ ობიექტზე ხელთათმანი არ არის. ხელთათმანის გარეშე მუშაობენ. ქალბატონებო, რა სიხშირით ხდება სანიტარული დღეების ჩატარება? სანიტარულ დღეებს როდის ატარებთ? ყოველ საღამოს. ანუ სამუშაოდ დასრულების შემდეგ ალაგებთ? ეს თავისთავად, მაგრამ აი გენერალურ დალაგებას როდის ახდენ? კვირაში ერთხელ. კარგით, მისაღებია. აბა აქ შევიხედოთ და ვნახოთ. წვეთა ჩვეულებრივად მიმდინარეობს და ამას რა სიხშირით ცვლით ზეთს? ძველი ზეთი სადა გაქვთ? აბა მაჩვენეთ და ყავზე მინდა. აი ეს ნადები არ უნდა იყოს არანაირად, აი ეს არ უნდა იყოს, აი ეს. აი ეს არ უნდა იყოს. აი ეს კონდენსატია, ხო იცით? მარტო ზეთს რო ცვლით, ესეც ხო უნდა გარეცხოთ. აი რა მარტივად ზურება, ნახეთ? აი ამაში ხდება მომზადება. აი ეს არის ზეთი, აი ეს არის კონდენსატი. აი ესეთი შავი ზეთით მუშაობა არაფრით არ შეიძლება. აი იმიტომ არ მერი რომ გურძმარვას იწვევს და მით უმეტეს კონდენსატი ჩვეულებრივად უკან ბრუნდება. ქვევით არ უნდა იყოს აბსოლუტურად არც ერთი პროდუქტი განლაგებული. აი ნახეთ, ხელთათმანი არ მაქვს და ბევრ ამებს ვერ ვეხები, იმიტომ რომ არ არის ხელთათმანი არა აქვს და ბევრ ამას ხელს ვერ მოვკიდებ, მაგრამ რასაც შევძლებ გაჩვენებთ. ეს ყველაფერი უნდა იყოს. მესმის ადგილი ძალიან მცირე არის და აქედან გამომდინარე ბევრი რამე ისე უდევთ, რომ აი ხელის მოსანაცვლებად, მაგრამ ესეც არასწორია. ნუ ახლა რა, შემიძლია მხოლოდ და მხოლოდ გაჩვენოთ. აი ნახეთ, აქ არის მომზადებული უკვე გატარებული ხორცი, აი ამ მუყაოს ყუთების აქ არსებობა ყოვლად დაუშვებელი და აკრძალულია, იმიტომ რომ უკვე ბინძურია და უკვე პროდუქციას აბინძურებს. მით უმეტეს აი ზეთის მუყაოს ყუთები და ასე შემდეგ, რომელიც პირდაპირ აი გარეთ იდება და არასწორია და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ტერიტორია უნდა ლაგდებოდეს სათანადოდ, ესეთი პატარა ერთი ვულკანია და ეს ვერაფერს ვერ იზამს. აი ნახეთ, აქ წყალიც კი გამოდის და წყალის სათანადოდ აი ნახეთ, ჩაღვრა ხდება თვითონ იმაში, რა ქვია, თაში. ჩებურეკის ისეთი სურნელი მოდის, მაგრამ ჩვენ საქმე გვაქვს. ვათვალიერებთ ამ ობიექტს. აი ნახეთ, ერთი მაგი და ორი სკამივარე როგორი ნაგავია ყველგან, აი შეხედეთ სიგარეტის ნაწვი. აქვე ნაგვის ყუთი, ნაგავი, ყველაფერი უბედურება. არ არის გადაწმენდილი მაგი და ეს არ მოგწონს. თუმცა დახლები საკმაოდ მოწესრიგებულია, ფასი არის. ხაჭაპური, ღვეზელი, ლობიანი, ფენოვანი და რა თქმა უნდა ჩებურეკი. მე როგორც მივხვდი, აქ ბევრი ჩებურეკია, ჩებურეკი ჯიგარო, მცხეთური და ჩებურეკი ჯადოსნური. ასორტიმენტში არის ყველანაირი პროდუქცია, ალბათ გემრიელია, ალბათ ყიდულობს ადამიანი და ძალიან კარგადაც მიირთმევს, მაგრამ მე როგორც მივხვდი, მადონამ რაც ნახა იქ, თუნდაც ზეთის მდგომარეობა სახარბიელო არ არის და გოგოებო, ერთჯერადი ხელთათმანები გააქვთ? იმიტომ რომ მე ვხედავ, რომ ფულთან შეხებაში არიან კონსულტანტები, გამყიდველები, მაგრამ აქვთ თუ არა ერთჯერადი ხელთათმანი ვერ ვხედავ, იმიტომ რომ არ ვიცი. თვითონაც არ მეუბნებიან გაიქცნენ. იმედია რომ არ კიდებენ ხელს ფულს და შემდეგ უკვე ხაჭაპურს და ისე არ აწვდიან მომხმარებელს. ალბათ გვეტყვიან რომ ერთჯერად პარკებს ვიყენებთ ხელთათმანის ნაცვლად. არ ვიცი, ეს ყველაფერი ჩემი ვარაუდია, იმიტომ რომ მცხოვრები გვემალებიან, მაგრამ მადონას ვერსად დაემალები. სხვა ობიექტზე მივდიოდით და აქ იმიტომ შევჩერდით, რომ ზეთის სუნმა შემომიყვანა. ნახეთ, აი რა კატასტროფა მდგომარეობაა. ეს არ ვიცი რა არის და ეს არის ზეთი. აი აქ ნახეთ, თვითონ რა სიბინძურია, შეხედეთ. თვითონ აი ესენიც ნახეთ რა მდგომარეობაშია. ტუალეტის ქაღალდიც აქ არ უნდა იყოს. ზევითაც საინტერესოა რა ხდება ზევით. აი ნახეთ, აი აქ ხდება ცომის მომზადება, ამ ტერიტორიასაც იყენებენ, იატაკი ნახეთ და აი გამწოვი ნახეთ რა მდგომარეობაში. შეხედეთ, აქ არის რა, აქ არის საპირფარეშო, პირდაპირ ღია არის და არანაირი დაცვა არ გააჩნია. აი შეხედეთ, ამას შეხედეთ, აი კარებს შეხედეთ, აი რა აბლაბუდები რამდენია შეხედეთ. კარები როგორც მინიმუმ უნდა იკეტებოდეს. აქ სამოსის გამოცვლა ხდება. ტერიტორია არის ძალიან პატარა და
აი მე მაინტერესებს როგორ რეცხავენ და როგორ ასუფთავებენ ამ ტერიტორიას. აქ რამის გასუფთავების და რამის შანსი არ არსებობს. ეს გამონაცვალი ზეთი გაქვთ ამ სათლებში განთავსებული, მაგრამ აი აქ რო გაქვთ შენახული ზეთი ის რისთვის არის, მითხარით. პასუხს არავინ არ მაძლევს. აი ეს არის უკვე გამოყენებული შავი ზეთი. და აი აქ აქვთ კიდე. ნახეთ, აი აქამდე რო ზეთს მიიყვან და ამაში რო პროდუქტია დამზადებული. აი ეს შეიძლება და მე ვიტყვით რომ ხშირად გვაქვს გულძმარვა თქო და ეს არ გეგონოთ რომ ერთი იყოს. აი ამაში ხედით. აი ესეთი არის აი იმ რეზერვორიდან გადმოსხმული და ამაში რომ ადამიანი რამეს აკეთებდა და ამ დონემდე მიიყვანდა ერთჯერად ზეთს რომელიც არის ერთი გამოყენების და არა მრავალჯერადი ფრიტურის ზეთი, იმიტომ რომ ეკონომია გააკეთონ, ეს არის დანაშაული და ზუსტად აი ამ ზეთის აყროლებულმა სუნმა მომიყვანა აქ. შეგახსენეთ, ეს რეპორტაჟი იყო დინამოს მიმდებარე ტერიტორიიდან, საბაძის ქუჩა ნომერი 11, დინამოს ჩებურეკი.